გიორგი აბაზაძე გვერდდება სამებიდან პირდაპირ ეთერში. გიორგი, გისმენთ. ცოტა ხნის წინ დასრულდა პირველ შეწირულის ლიტურგია. მსახურებაზე რამდენჯერმე მოიხსენიეს უწმინდესი და უნეტარესი და ღმერთს კიდევ ერთხელ შეავედრეს მისი სული. პატრიარქმა აღასრულა მისია და მოიხადა თავისი ვალი ღვთისა და ერის წინაშე. მისი გარდაცვალების დღეს ნათქვამ ამ სიტყვებს ყველაზე კარგად ადასტურებს ის გარემოება, რაც გასული დღე-ღამის განმავლობაში ტაძარში და მიმდებარე ტერიტორიაზეა. უწყვეტი რიგი, რომელიც ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება, ხალხი ფეხით მოუყვება გრძელ აღმართს, ელოდება თავის რიგს, რათა პატივი მიაგოს უწმინდესსა და უნეტარესს. ეს არ არის უბრალოდ რიგი, ეს არის ტკივილის და სიყვარულის, ასევე მადლიერების გამოხატულება უწმინდესისა და უნეტარესის მიმართ. პატრიარქის მისია იყო გაეერთიანებინა ერი და მან ეს შეძლო ამ დღეებში, რაც ყველაზე კარგად ჩანს, განსხვავებული შეხედულებების ადამიანები ერთად დგანან რიგში და პატივს აგებენ უწმინდესსა და უნეტარესს. ასევე ცოტა ხნის წინ აქ იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს უწმინდესისა და უნეტარესის ხსოვნას. ყველა ადამიანი, რომელიც ტაძარში იმყოფება ემოციისა და ცრემლის გარეშე არტოვებს. პანაშვიდს ყველა საუბრობს ილია მეორის განსაკუთრებულ თვისებებზე. მის სიბრძნეზე, სიტყვებზე, რომელიც არასოდეს ყოფილა ხმამაღალი, მაგრამ ყველა ადამიანის გულამდე თანაბრად აღწევდა. დღეს საქართველოს თავდაცვის ძალებმა პატივი მიაგეს ჩვენს უწმინდეს საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს. მას განსაკუთრებით უყვარდა ჩვენი სამშობლოს დამცველები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ოფიცრები, ასე რომ უდიდესი დანაკლისია როგორც საქართველოსთვის, ისევე ჩვენ თავდაცვის ძალებისთვის უსამძიმრებ ყველა თელ მართლმადიდებელ სამყაროს. ყველა ჯარისკაცი პატივს მიაგებს მის უწმინდესობას, მოგეხსენებათ ჩვენს უწმინდესობას განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული ქონა ყოველი ჯარისკაცის და ქართველი მხედრობის წინაშე, რისთვისაც ჩვენ მის მიმართ გამოვხატავთ დიდ მადლიერებას და თავდაცვის მინისტრის, თავდაცვის ძალების მეთაურის და ხელმძღვანელობის და ყოველი ჯარისკაცის სახელით უსამძიმრებს სრულიად საქართველოს მის გარდაცვალებას. ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი. ღმერთმა დალოცოს საქართველო, ჩვენს უწმინდეს კი უფალმა დაუმკვიდროს ცათასასუფეველი. საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით უსამძიმრებ მთელს ქვეყანას, მთელ საეკლესიო დასს, ყველა ქრისტიანს ამ მძიმე დანაკლის, ამ დიდ დანაკლის, რომელიც განსაცდელი სახით დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს. ხედავთ თუ როგორი დიდი სიყვარული, სითბო ეკლესიის მიმართ, თავად უწმინდესის მიმართ არის გამოხატული საზოგადოების მხრიდან. დიდი დანაკლისია ნამდვილად ქართველი ერიზა და უსამძიმრებ ყველა ქართველ ერს. ძალიან გული დაგწყვიტა ყველას. დადებითი პიროვნება იყო ნამდვილად და რა ვიცი, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოსთვის. დიდი მამა იყო, სულიერი მამა იყო ძალიან და გული მწდება. ბავშვებთან ერთად ვართ. ჩვენ საქართველოს უზიარებ სულიერი მამის გარდაცვალებას. სურვილი მაქვს, რომ ყველანმა ვილოცოთ მისი სულისთვის. პატრიარქი ჩემთვის დიდი ავტორიტეტი იყო და არის და დარჩება. ეპოქალური ადამიანი, ესეთი ადამიანი ბოლო 50 წელი საქართველოს არც ყოლია და ამის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ ეს ამდენი ხალხი რომ მოდის და პატივს მიაგებს. როგორ შეიძლება რომ ჩვენი ერი წახდეს და ანუ ვინმე მოერიოს ჩვენ ეს. ამ ყველაფერში რა თქმა უნდა განუზომელი სიყვარული ჩანს პატრიარქის მიმართ. და უნდა ვთქვათ, რომ ეს თავად პატრიარქმა დაახლოებით 50 წლის განმავლობაში მისი გულწრფელობით, მისი სიყვარულით, მისი მზრუნველობით თითოეულ ადამიანზე ამით დათესა და უამრავი ადამიანი, თუნდაც 50,000-ზე მეტი ნათლული უფრო მეტად მიახლოვა, უფალთან უფრო მეტად მიახლოვა და ეს ყველაფერი ამ დღეებში ძალიან ნათლად გამოჩნდა. მადლობა მინდა უთხრა ქართველ ხალხს, რომელიც ასე გაერთიანდა პატრიარქმა, სუცილობდა ერის გაერთიანებას და ყველაზე მეტად გარდაცვალების შემდეგ გაერთიანა. როცა უყურებ უწმინდეს განსვენებელს, იქედან სიმშვიდე მოდის, მაგრამ როცა უყურებ ამდენ ხალხს ულევად, უწყვეტად, ვაჟკაცი, ბავშვი, ასაკოვანი, ახალგაზრდა, ყველა ცრემლი რო ადგას თვალზე, ეს არის ჩემთვის მთელი ერისთვის საოცრება, ეს არის ქართველი ადამიანის სახე, რომელსაც ვერაფერი ვერ დაამარცხებს.
ეპოქალური ილია მეორე, რომელმაც ქართველ ხალხს იმედი ყველაზე რთულ დროს დაუბრუნდა. დღეს სწორედ ამ იმედის გარშემოა შეკრებილი საქართველო.